და დღის სხვა თემები მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ეს პროცესი 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ნოემბერს დასრულდება. სპეციალურად შერჩეული 10,000-მდე აღწერი მთელი ქვეყნის მასშტაბით აღწერს მოსახლეობას, რის შემდეგაც დაზუსტდება მოსახლეობის რაოდენობა, ასევე ინფორმაცია მათი დასაქმებისა თუ განათლების შესახებ. საქართველოს ყველა მოქალაქე, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არ მქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა. მოსახლეობის აღწერის პირველადი მონაცემები 2015 წლის აპრილში, ხოლო საბოლოო 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება. დღეს დაიწყება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ნოემბერს დასრულდება. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ვინაიდან ის არის უნიკალური წყარო, რომ დავადგინოთ ქვეყნის მასშტაბით თუ რა სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარება არსებობს. ყველა მოქალაქეს, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, მოუწოდებ, რომ ჩაერთოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში.